მოგესალმებით, დაგიბრუნდით, მოკლედ. წინა ვიდეოზე იყო სასწაულად მაგარი გამოხმაურება, რასაც არ ველოდი. ერთი ვიდეოდან დაახლოებით 5000-ზე მეტმა კაცმა გამოგვიწერა, წარმოიდგინეთ, რა მაგარი შედეგია ქართული YouTube-ის ფონზე. სასწაული ციფრებია, ნახვებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონათ, მე ძალიან მომეწონა. იქ ჩადებული ჩემი სიტყვები, ჩემი რაღაცა გულის ატკივარი ჩავდე და როგორც ჩანს, ყველასთვის ეს ძალიან ისეთი მისაღები სიტყვები იყო. მეორე ვიდეოზე ფიქრობდი ძალიან რა შეიძლებოდა რომ ჩამეწერა. რა უნდა ჩაწეროს ადამიანმა, რომელმაც თავისი ცნობადობა TikTok-იდან მოიპოვა, ასე ვთქვათ, ხო? აც უკვე ვეტერანი TikTokeri, ვეტერანი და თან მოქმედი YouTuberi, თავს მივცემ უფლებას, რომ ავსგე და TikTok რეაქცია გადავიღოთ. ხო, რაც შეეხება რატო დავაგვიანე ვიდეო ამდენი ხანი. პრობლემა იმაში იყო, რომ ხმა იყო ძალიან ცუდი, ეს ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა ის იყო, რომ კამერის ხარისხი იყო საშინელი. ერთადერთი კარგი რაც იყო, აზრი იყო ამ ვიდეოსი. მერე ვინაიდან რადგან ამდენმა აღნიშნა ეს, ჩემ თავს დაუთქვი ასეთი პირობა, რომ მეთქი სანამ კამერის ხარისხს და ხმის ხარისხს არ გამოვასწორებ, იქამდე ვიდეოს არ ჩავწერდი. ამასობაში გავიდა ერთი თვეზე მეტი დაახლოებით, არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო გავიდა, მაგრამ დაგიბრუნდით დამოსწორებული პრობლემებით, ასე ვთქვათ. ეს არის კამერის ხარისხი და მეორე ხმის ხარისხი, რომელიც აი ეგრეთ წოდებული პეტლიჭკა მიკეთია, რომელიც ნათხოვარი მოხდა კომპანიები, თუ კი ვინმე გუყურებ ძალიან გთხოვ დაგვასპონსორეთ. არა მარტო ქართულ კომპანიებს იქით და თურქეთშიც თუ ვინმე გეგულებათ, იმას აქნით ეს ვიდეო ჩავგდეთ. Yaptın Çerkezi yaptın kompanilerim disiyordu. Me yaxşı mikrofon. Sabaha kadar buradayım bugün. ყველაფერს თვითონ გადათარგმნიან იციან ხარ თქვენ ქართული საზოგადოებისთვის არ იყო ეს ყველაფერი გათვლილი ხო და ყველაფერი მოგვარდა აქავართ ნათხოვარი მიკროფონით მაგრამ იმედით რომ ვიღაც რაღაცი დაგვეხმარება და მიკროფონის ამბავს მოგვიგوارებს ასე რომ ახლა წავედით და შევბეროთ ახლა TikTok რეაქციები რა ხდება TikTok-ზე ვნახოთ რა აჩი ძალიან მაგარი კაცია არავინ გოგოები DJ სეტავთან ჩიგოგოი აჩი მინდა აღნიშნო აჩი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის ცეკვაში ძალიან მაგრად ისის განსაკუთრებით ლესგინკამ და თურმე კლუბური ცეკვებიც გამოსდის ერთ კომენტარებს გადავხედო ოე ლესგინკ რა ეს გვებლატავები გოგოებსო ვახ დააფარეს ჩვენ აჩიკო აჩი შენთან ვარ ძმაო თუ რამე დაიძახე ეგრევე მან დავარ ხო იცი Stop the cap. გოგოებს რა გითხრა მაგრამ ბიჭებიც მინახავს ესე აი ამ ტიპის მუსიკას რაღაცა განსაკუთრებული მოძრაობაა არ ვიცი, ჩემი ცეკვა ვინმეს თუ ნანახი გაქვს, აჭარული და ის არა კლუბური ცეკვები ერთმანეთში მერევა და თუ კი ვინმეს აქვს ნანახი ძალიან გთხოვთ უბრალოდ დაივიწყეთ რა. всё, დავიწყე პუბლიკა, ჩემო კარგო. რა ძალა გედგა რომ შემოდიოდი და მიყურებდი. ვინც ჩემს კომენტარებში შემოდის და ცოტს მიწერთ, ჩემ და თავად იმის დედა შევეცი მე. ჩემ და თავადო? ერთი ძალიან პატარა რაღაცა შეგეშალა ძალიან პატარა გადა რამე ისეთი არაფერი გასაკუთრებით მე ვინ ჩემი ფეხები ვარო შენ შეგისორო ჩემ და თავად კი არა თქვენ და თავად გიდოდა ალბათ გეთქვა მე მაპატიე რომ ვერევი ამ თქვენს კომპეტენციაში ხვდები უბრალოდ აქ თქვენ გეწერებათ დედა ლაფშარი, ატრიარი, ჩემი საყვარელი საჭმელი, შოთა რატო აუპატიურებ ლაფშას? რატო? რა მოგივა ფოტოცენტრში 25 ლარად ვალენტინობისთვის. ორიგინალური და მოგონებებით სავსე გახსოვს ბოქსი. მოკლედ, ეს ეხებათ იმ ბიჭებს, ალბათ, ვისაც რამოდენიმე გოგო ერთად ყავთ. ბიჭებო, წარმოიდგინეთ 25 ლარად საჩუქარს ყიდულობთ რა. ანუ მათთვის ვისაც ნუ მეტი შესაძლებლობა არ აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ტიპებისთვის ვისაც ბევრი ყავს ერთად. არაჩვეულებრივი შანსი მოგეცათ ბიჭებს, წარმოიდგინეთ 25 ლარად, ერთი 100 ლარი ხო შეიძლება რომ გადადებული ქონდეს საჩუქრისთვის რა. 4 წელს ყიდულობ. 4 წელს და 4 გოგო ეგრევე. კმაყოფილია ყველა. არა, ზემოდან კმაყოფილი არავინ არ იქნება დამიჯერე ჩემო ძმაო, იმიტომ რომ იქ გელოდება ჩვენი ძმა და მეგობარი მიქელა და მოგიჩენდი ხალატე კაცოში. ომიდო მაკასლარში 4 საჩუქარი. აი. იცით როგორია იდეალური ბიჭი? კარიდან რომ გააგდებ და ფანჯიდან რომ შემო. ეს არის საკუთარი პრინციპების საკუთარი თავმოყარეობის გათელვა ბიჭებო არ დაუჭეროთ თან გოგოს არავითარ შემთხვევაში თუ კი გეუნებიან რომ იცი რა შენთან არ მინდა ჩვენი გზები ცდება უბრალოდ ადექი და წადი
ეგ კარი თუ გაიხურა და ფანჯრიდან შემოძვერი არა ჩემ არაფერი მსგავსი არ დაიჯეროთ მეგობრებო თუ ვიღაცა გოგო რაიმე სახის ქვეტექსტებით გესაუბრებთ მისი პრობლემაა იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ესე რავი არა არასნიშნავს და ყოველთვის წინ განვაგრძობ ცხოვრებას ამას გიჩვევ თქვენს აუცილებლად რა თუ გეუნებია რომ არა ესე კი არა დარწმუნებული ვარ თვითონ გამოყვება შემდგომ როცა დაინახავს რომ წინ მიდიხარ ცხოვრებაში რაბან დეილი კუოტეს შემდეგ აქ ისა ჩანგელა გუნგე თქვენი სასიყვარულო პარტნიორისთვის იღალატია კი What the fuck? მოგიყვები. იყო ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი, ვხვდებოდი. მე წავიდა 3 თვით სასწავლებლად იტალიაში. სანამ ისწავლობდა, უცბად საიდანღაც აღმოცენდა მეორე. და მეორე მიმდენი ქნა, რომ შემთხვევით გავხდი მისი ცოლი. არნანო. არნანო და არაჩვეულებრივი დრო გავატარა კიდე. ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, მე 3 თვით წავიდაო სასწავლებლათო, მეცო, აი, მიხეთეო მანდო დრო და ეგრევე უღალატეო რა. ღმერთო რა საწოდაობაა ჩემი ხა ამას რო ვისმენა. წარმოგიდგენთ ეხლა დაარევერსეთ ეს როლები და კაცს რო ეთქვა მსგავსი რაღაცა რომელიღაცა გადაცემაში რა ამბები ატყდებოდა კომენტარებში ხო ხვდებით თქვენ თვითონაც რა. ეს არის საშინელება. რა უხარია, რატო იღიმის ასე, რატო იცინის? იქ უკან თავისი მეგობრები ბექგრაუნდზე გადაყირავდნენ ძმები. რა გაცინებთ ჩემი? მიხადავ ან წარმოიდგინე ტიპი რო ხარ აი ამ გოგოს აც უკვე მარი ხარ თუ არ ვიცი შეყვარებული ხარ და რო იცი რომ იმიტომ ხარ მასთან რომ ვიღაცას უღალატა რა გაფიქრებინებს რომ შეც არ გიღალატებს აი ხა კონკრეტულად ამაზე არა მაქვს საუბარი ზოგადად მოცემულობაზე მაქვს საუბარი რომ მსგავსი ურთიერთობაში ვინც არის რომ ვიღაცას უღალატა და ისე არის შენთან რა გაფიქრებინებს რომ მაგალითად შენს იგივეს არ გიზავს დამიჯერე აუცილებლად იზავს მაგას შენს გიზავს და მომდევნოსაც და იმის მომდევნოსაც და ასე იარე აცდა მარადის და უკუნითი მართლა და გაიხარონ აი ეგეთმა ხალხმა მართ კი არა და გაიხარონ ასო მეშლება ხოლმე რა ხდება ბიჭო ნორმალური რაღაცა ხო შეიძლება შეგხვდეს კიდე შოთა ჩემი რა უნდა ამ კაც ხალხნო რა ვაიმე რას უშვება ბორჯომი დავაყუმბა ვაიმე ბორჯომი დავაყუმბარეო ხალხო გესმით ბორჯომი დავაყუმბარა წაგთო ტორორი ლარობით ჩავრიცხო ბიჭო ამ თემას მინდა შევეხო წარმოიდგინეთ დღესდღეობით TikTok-ი რას გავს? თუ კი სკროლავ ხოლმე, რა ხდება ხოლმე 24 შვიძე, აი ეს კამანდა ეს შოთა დარბაიძე ეს ალი და მსგავსი ტიპის კამანდა კი ხვდებით ვინებზეც ამაქვს საუბარი, აი ეს ლაივში ზიან, აი მათხოვრობე. თანამედროვე მათხოვრობა ქვია რა ამას რა. და ის ტიპი ის ალი მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბევრჯერ მინახავს რომ დონაციებს რატო არ მირტყავთ და აგინებს რა და აი აი TikTok-ი რას დაემსგავსო ვერ მივხვდი რომ შემოვდიოდი ადრე და ჩვენ რო ვაკეთებდით რაღაცას და სხვაც რო აკეთებ და ჩემამდე და ჩემს მერეც რა თქმა უნდა ბევრი არის ალბათ მაგრამ ნუ არ ხდება და არ ვიცი რა ხდება ანუ იმაზე უფრო იყო გათვლა ხოლმე რომ რაღაც სასაცილო კარგი ხარისხის რაღაცა დადებულიყო ხოლმე რა და რაღაც პონჩი ფიქრობდი რომ ერთ-ერთი ისეთი მომავალი ქონდა ამ პლატფორმას რა მაგრამ ეხა რასაც უყურებ აქ არანაირ რა მომავალზეა საუბარი ტიპები 24 საათი ლაივში ზიან მათხოვრობენ რასაც ქვია და მარტო ლაივში ყოფნაზე არა ადგები გადასკროლავ იქ ვიღაცა ტიპები ზიან და ერთმანეთს დედის გლანდებს ახევენ რასაც ქვია და გამოდი ბიჭო ნომერი დამიწერე და მე ჩაიწერე ბრატ 20 თეატრში შეიძლება სევ და აი მიდის კაროჩე საგიჟეთი ამ TikTok-ზე აი მიდის გადაწუწება გადმოწუწება ესეთ რაღაცას ყოველთვის მაყურებელი ყავს და იგივე არის მე ამ შოთა დარბაიძეზე იგივე სიტუაცია ხოლმე რომ ამაცინეზე 50 ლარი იყო თუ რაღაცა რო ჩაუწეს ლამბის გათავდა კაცი What do you mean by that? მოკოდა აბუახველა უკან რასაც ჭამდა და თელი ამბები იყო მოკლედ ამის რეაქციებზე არის თელი ეს დონაციები აგებული ადამიანი ლამის მოკოდეს ხოლმე და ამით кайფობენ რა აი ამად იქცა TikTok-ი მე ანგელოზი არ ყოფილა არასოდეს თან მით უმეტეს ჩემი TikTok ვიდეოები ვინმეს თუ ახსოვს განსაკუთრებულად ცუდი კაცი ვიყავი მაგრამ ნუ ეხა გულისხმობ იმას რომ შავი მურს მივყვებოდი ასე ვქვა და მე ვიზე რა მაქვს სათქმელი მაგრამ მე გამოვკეთდი გენაცვალე აღარა ვარ ის რაბანა აღარა ვარ მე შენ ეხლა კარგად მომისმინე შენ რომ მეუბნეოდი რომ მიყვარხარო და მინდიხარო აი და მე რო არ მინდოდი და არ მიყვარდი აი ეხლა მინდიხარ იმენა გამიგე მოეთრევი და დამეუფლები მოეწნეყე სასწრაფოდ იმ ნომერზე დაბლოკილი მყევ ხარ მეორე ნომერზე გიპასუხებ 5990256 სასწრაფოდებით მოეწნეყე
გია სულამელაშვილი რო ლეგენდა კაცია, ორი აზრი არ არსებობს. ბევრი რამე არის ამოუცნობი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისე ტოპ ამოუცნობი ფაქტები, რომ მოიძიოთ და ჩაწეროთ Google-ში, რომ top ამოუცნობ ჰისტორიის ან რაღაცა მსგავსი. ერთ-ერთს ამოაგდებს აუცილებლად გია სულამელაშვილი, ვის ეჩხუბება რეალურად. ვერ გაიგებთ. თვითონაც არის ის ეთყობა. სუ ტიპია ესეთი რაღაცები. და ამოიძენე ყი იმ ნომერზე არა ვარ, ამაზე დამირეკე, საერთოდ ხარ, რატო არ იმას მიშვები? აი სუ დრამებში გია მომისმინე. შენთანა ვარ გია. მოდი, დამადე. კერძე დამადე, შენი თავი და ვისაუბროთ. მე აქა ვარ, ყოველთვის მოგისმენ. დავასრულეთ მოკლედ ჩვენი TikTok რეაქცია და ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, ისაა რომ დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ იმ გამოხმაურებისთვის, რაც პირველ ვიდეოზე ქონდა გამოხმაურება, იმედი მაქვს ეს ვიდეოს მოგეწონებათ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება პირველ რიგში, აქტიურობა კომენტარებში და არხის გამოწერა. არა, ეხლა ძალიან სტანდარტულად წავედი მე. არა. არც დაალაიქოთ, არც გამოიწეროთ არხი. კარგად. და გასა და უკრეფოს გაცდა, მაგრამ გასა საიდუმლო დასდა, და გაბრაზდა, მაგრამ არ გამასდა.